საქართველოს გუნდში რასად როდის ცნობილი მაგისტრი ალექსანდრე დრუზი თამაშებს გუნდის პრეზენტაცია წინანდლის კომპლექსში გაიმართა 26-28 ივლისს ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-14 ჩატარდება. ყოველწლიური შავი ზღვის ღია თასის ტრადიციულად ბათუმი უმასპინძლებს. ჩემპიონატში 7 ქვეყნის 50 გუნდი მონაწილეობს. ძალიან გამიხარდა, როცა ქართულმა მხარემ სათამაშოდ მომიწვია. ვიცი, რომ რასად როდის საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. ასევე ძალიან სასიამოვნოა, როცა ინტელექტუალი ხალხის ინტელექტუალთა გუნდი ახალ დონეზე გადასვლას ცდილობს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამხელა რანგის მოთამაშე მიიღო ქართული გუნდის წინადადება, თან პირველივე წინადადება მიიღო აბსოლუტურად უპრობლემოდ და დიდი სიხარულით, რაც ძალიან სასიხარულოა და მეორე მხრივ დიდი პასუხისმგებლობაა მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში. სადაც არის ინტერესიანი ადამიანი, სადაც არის განათლებული ადამიანი და ადამიანი, რომელსაც უყვარს კითხვა, National Geographic იქ არის ნამდვილად და დათურაფოვოს გუნდი ეს არის ის კარგი პარტნიორი, რომელიც ზუსტად ამის საშუალებას გვაძლევს, არაფერი არ ვილაპარაკო თავისთავად თვითონ რასად როდისზე, როგორც უზარმაზარ წამოწყებაზე, არა მარტო წამოწყებაზე, უკვე რამდენი ათეული წელია საქართველოში არსებობს. ცხადია და ჩვენთვის ძალიან საამაყო არის, როდესაც ვართ ამისთანა ორგანიზაციასთან, ამისთანა ფედერაციასთან ასოცირებულები.